ვიცი რომ იფსის unboxing-მა ამ თვეში დაიგვიანა ისევე როგორც ყოველთვის, მაგრამ მაინც ჯობს გვენვიდრე. არასდროს ამიტომ დავიწყოთ. ეს არის Glenbag-ი. პირველი რაც აქ იყო ესეთი მარწყობიანი ფუნჯი და როცა ფუნჯი ამდის, სულ მიხარია, იმიტომ რომ ფუნჯები არ ღირს იაფი და იფსში ყოველთვის კაი ფუნჯები ამოდის. შემდეგი იყო Sofia Marbelis, ესეთი დაპრესილი ფერუმარილი, თავის სარკე აქვს, რაც კარგია. შემდეგი არის Elemis-ის ეს კრემი, რომლის მთლიანი მოცულობაც ჩამომივიდა ბოქსი შამში ერთხელ და ღირდა $100. შემდეგი არის I Love, ესე ქვია და არის ტონალური ფუძე, რომელიც აიხა მისვია და არის ძალიან ლამაზი გლუვი ტონალური ფუძე. და ბოლოს ეს არის არომატი, რომელიც არის Nanel Lipul, ესე ქვია, არ ვიცი ფრანგული და შეიძლება რაღაცა სისულელე ვთქვი, მაგრამ ასე აწერია, Oh la la, ესე ქვია ამ არომატს და როგორ აგიხსნათ რა კაი სუნი აქვს, არ ვიცი. აი, რავი მინდა რომ არასოდეს არ დამთავრდეს ისეთი სუნი აქვს. იფსში თუ არომატები ამოგივათ ხოლმე, აირჩიეთ, იმიტომ რომ ალბათ 1-20 არომატი ჩავმივიდა უკვე და მარტო 2 იყო, რომელიც არ მომეწონა. დანარჩენი ყველა მომწონს, თან გაითვალისწინეთ, რომ მე შაკიკი მაქვს. და შაკიკი რომ მაქვს, ის იმას ნიშნავს, რომ თითქმის არც ერთი არომატი არ მომწონს, მაგრამ სულ კაი არომატები ჩამომდის, იცით, რები ჩამომივიდა? რიანას არომატი ჩამომივიდა. კიდე ჩავმივიდა Juliet Has a Gun და კიდე ჩავმივიდა რა ქვია იმას Kayali ქვია იმას აი ესეც ჩავმივიდა მოკლედ რა Utopia ვანილა და კოკოს არომატი და გადავიდეთ ეხლა ბოქსის შარმზე